მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოკლე ჩართვა და თქვენთვის მუშაობას ჯგუფის 301 ჟურნალისტები იწყებენ. ჩვენ კი გადაცემის წამყვანები თამარ მახარაძე და შაკო აბაშიშვილი ვართ. გადავწყვიტეთ პირველი გადაცემა გაცნობისთვის მიგვეძღვნა და გთავაზობთ სიუჟეტს, როგორ ვემზადებოდით თქვენთან შესახვედრად. მოდი გავიცნოთ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. თანამ დაიწყება გადაღება, რა ვქნათ ახლა დაიწყება ბატონი ედნარი უკვე იწყებს გადაღებას და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ნახოთ რა იქნება, იმედია კარგი იქნება. მოკლე ჩართვა კვლავ დაგიბრუნდეთ. თაკო, შენ იცი როგორი გახდა ლოტკინი მას შემდეგ, რაც აქ ჩვენი უნივერსიტეტი გაიხსნა? რა თქმა უნდა ვიცი და ამ თემასთან დაკავშირებით სიუჟეტი ლილე გიორგიძე მოგვიმზადა და დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანი მასში საკუთარ თავს ამოიცნობს. 2 წლის წინ ლოტკინი არც ისე პოპულარული ადგილი იყო თბილისში. დღეს კი ყველა მისთვის რომ აქ მშვენიერი ბუნება, სუფთა ჰაერი და რაც მთავარია, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტია, რომელიც ძალღონეს არიშურებს იმისათვის, რომ მისმა სტუდენტებმა კარგი განათლება მიიღონ. ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებთან ერთად ლოტკინელების კეთილდღეობაზე ზრუნავს. სამარშრუტო ტაქსები ორი მგზავრით აღარ დადიან. მაღაზიებმაც მოგებაზე დაიწყეს მუშაობა. მოკლედ, ლოტკინის ეკონომიკა ავახორციელეთ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ აქ მხიარულება, შრიამული და ახალგაზრდული ენთუზიაზმი მოვიტანეთ. ეს კი თქვენ ხართ, ჩვენი სტუდენტობა, რომლისთვისაც ვიმუშავებთ და შევეცდებით თქვენი და ჩვენი ლოტკინური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. თაკო, მე ძალიან სასაცილოდ მახსენდება სატელევიზიო გადაცემის პირველი ლექცია. გახსოვს, როგორი დაბნეულები ვიყავით პირველად რომ ჩაგწერეს? რა თქმა უნდა, მახსოვს, ჩვენმა მეგობრებმა ეს კადრები დაალაგეს ძალიან საინტერესოდ და მოდი გავიხსენოთ როგორები ვიყავით მაშინ. დავიწყო? მოგესალმებით, მე ვარ გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში მეორე კურსის სტუდენტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დავიბადა 1990 წლის 7 აგვისტოს. ყველა ჩემი მეგობარი ზაფხულში იყო თბილისში, მე ვიყავი სოფელში და ვხვდებოდი დაბადების დღეს მამაჩემის მეგობრებთან ერთად. ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო პერიოდი უკავშირდება სკოლას. მყავს ბევრი მეგობარი. ვარ თურმე ძალიან მხიარული, ყურადღებიანი, ერთგული, მოსიყვარული და მზრუნველი ადამიანი. გურული ვარ და ცოტა სწრაფად ვმეტყველებ, ძალიან ემოციურიც ვარ და ვამართლებ ასე ვთქვათ გურულობას. მიყვარს წიგნების კითხვა და ყველაზე ძალიან მიყვარს დედაჩემი. ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური თქვათ არ მაკვირვებს. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ხაბარება მინდოდა ბავშვობიდანვე, რადგან ეს სფერო ძალიან მომწონს, ყოვლის მომცველია და პასუხისმგებლობით სავსე. ფიქრობ, რომ არის ძალიან რთული პროფესია. მოგეხსენებათ, ხანდახან საკმაოდ რთულია. მიაღწიო მიზანს, მაგრამ მიუღწეველი ადამიანისთვის არაფერია. მთავარია მოინდომო და ყველაფერი აგიხდება. ერთი ოცნება ავისრულე, სწავლობ ჟურნალისტიკაზე. მინდა რომ გამოვიდე პროფესიონალი ჟურნალისტი. თან ვარ ენერგიული, ძალიან მიზანდასახული, მიყვარს გარკვეულწილად სირთულეების გადალახვა, ექსტრემალური სიტუაციები და ყველაფერი რაც რისკს უკავშირდება, სწორედ ამიტომ მგონია რომ ჟურნალისტად გამოვდგები. ქალი ვარ, რა ვქნა, რა შეგმატო ამაზე მეტი, შვილებს დაგიზრდი, შენ სიყვარულს ვაწოლებ კეთით. მეტი არ ვიცი რა ვთქვა. მორჩა. მოკლე ჩართვა ისევ ეთერშია. რამოდენიმე თვეა ჩვენი უნივერსიტეტის ეზოს ახალი შენობა შეემატა. მისი არქიტექტორი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ის. სალომე დევიძის სიუჟეტი. იცი თუ არა ვინ არის ჩვენი ბიბლიოთეკის არქიტექტორი? დიახ. სურა მანაგაძე. არა, მართლა არ ვიცი. ვიცი. ვიცნობ, მაგრამ ხო გვარი არ მაქვს. არა. მე როგორც მითხრეს, მანაგაძე არის ჩვენი ბიბლიოთეკის არქიტექტორი. მანაგაძე ის კომპოზიტორი რომ არის, ხო? იმას რომ ღირს აქვია. რა სიმღერა?
ხარ მაგრამ მარტო ჩემი დარდები არა, არ ვიცი. არა, ნამდვილად არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს. თქვენ თუ განმანათლებლად მადლობელი დაგჭებით. არა. არ ვიცი. არ ვიცი. სამწუხაროდ არ ვიცი. არა. ზურა მანაგაძე ხო მონაწილეობს, ეგ ვიცი. ვიცი, ზურა მანაგაძე. არა. არა, არ ვიცი. როგორ არა, ზურა მანაგაძე. ამ ბიბლიოთეკის არქიტექტორის ვინაობა შესაძლოა ბევრმა თქვენგანმაც არ იცოდეს, თუმცა მისი სიმღერები ყველასთვის ნაცნობია. მისი ძირითადი პროფესია არქიტექტურაა, მაგრამ წერს სიმღერებს, მღერის და ხატავს. მოდით ერთად გავიცნოთ უფრო ახლოს. ხარვის გავანდო ჩემი დარდები დაბრუნდები და თავიდა შეგიყვარდები ერთა ვარ მე და დედაჩემს უნდა ყველაფერი მესწავლა პირველ კლასში რო ვიყავი ესე დავდიოდი ხატვაზე ზერწვაზე რავი სიმღერაზე ცეკვაზე და მოკლედ გაღვიძება აღარ მინდა ხოლმე დილით ისე დავიტვირთე რა და ამან ყველაფერმა მაინც თავისი ნაყოფი გამოიღო. სიმღერებზე როდესაც მუშაობ მე ძალიან ხშირად თითქმის 80% ჩემი სიმღერების ტექსტები არის ჩემი. ერთ-ერთი მისამღერი მაქვს მე. შენ შორს ახარ ვის გავანდო ჩემი დარდები დაუბრუნდები და თავიდან შეგიყვარდები. თქვენი თაობა წერდა განსხვავებული ჟანრის მუსიკას. რა აზრის ხართ თანამედროვე მუსიკაზე და კომპოზიტორებზე? ცოტა კრიტიკული თვალით უყურებ მე ამას ყველაფერს და ნაკლები მელოდია, უფრო ესეთი რიტმიანი სიმღერებია. ტექნო ბუმია უფრო მუსიკაში ვიდრე დაუშვათ სულიერი და რაღაცა ესეთი სიტყვა აკლია ჩემი აზრით. როცა იწყებთ რაიმე ახალ კომპოზიციაზე მუშაობას, თავიდანვე ყავთ თუ არა წარმოდგენილი მისი შემსრულებელი? შემოქმედება მაინც ხამით იხვეწება და მოდის ეს მუზას და უფრო მეტწილად რა. სტუდენტობიდან ესია რა ჩემ ცხოვრებაში და როდესაც დავიღლები არა, მე გადავჯდები ავიღებ გიტარას. აი ეს გიტარა მიხსნის იმ დაახლას. ეხლა რომ წერ სიმღერებს არა, აშკარად გრძნობ, ვისი სამღერია. როგორი სტუდენტი იყავით? კარგი სტუდენტი ვიყავი. მაშინ ბიტლომანია იყო ძალიან მოდაში და ჩვენს ვუკრავდით ბიტლსებს და მე ქართულ სიმღერებს და აი იმ პერიოდში მე ბევრი სიმღერა შევქმენი ქართული სიმღერა. ჩვენ რო გამოვდიოდით არა, ჩვენს მე აღარ მღეროდა არც კონსერვატორიის სტუდენტები და არც თეატრალური. რა სათყოდით ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს? მე მიხარია და ვარ ბედნიერი იმით, რომ ამ ჩემს ბიბლიოთეკაში თქვენ უფრო გაიღრმავებთ ცოდნას და ისეთივე განათლებულები იყოთ, როგორიც უნდა და ბატონ გურამს თავად გილაძეს. გისურვებთ წარმატებას, მე მინდა სულ უსურვო, რომ დიდი გზა ქონოდეთ ცხოვრების, იყავით ისეთები, როგორებიც ხართ. ჩვენი გადაცემა რიგით მეოთხე გადის ეთერში. თქვენ ალბათ უკვე შეაფასეთ ჩვენი კოლეგების მიერ მომზადებული სიუჟეტები და დარწმუნებული ვარ მოგეწონათ. მოდით პატარა კოლაჟის საშუალებით გავიხსენოთ რა ნახეთ ჩვენს გადაცემამდე. გილეზი, შენ თუ მართლა ისე კარგად თამაშობ ფეხბურთს, დაგვიმტკიცე. მე ჩავდგები კარებში, შენ თუ 5 გოლიდან 3 გოლს მაინც გამიტან, მე გადმოგცემ საჩუქარს. ჩვენამდე ბევრი რამე. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. გოგონებმა ფეხბურთის თამაშიც ვისწავლეთ. კარში ჩავდექით, მაგრამ ბიჭებმა გოლი ვერ გაგვიტანეს. როგორც ჩანს, არც ისეთ სუსტი მეკარე ვყოფი ვარ. შემდეგ სახურავზე აბედით. იქიდან კიდევ ერთხელ მივესალმეთ ჩვენს გალაკს და შემოდგომამდე დავემშვიდობეთ. მერე კი
მოდასაყოლილებმა ჰიმნიც დავწერეთ და ვიმღერეთ კიდეც. დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია. მოკლე ჩართო კლავ ეთერშია. შეგახსენებთ ჩვენ მისი წამყვანები თამარ მახარაძე და შაკო აბაშიშვილი ვართ. ჩვენი სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. იწყება არტადეგები და ყველა სადღაც აპირებს წასვლას. თაკო, შენ სად მიდიხარ? მე ბათუმში გადავწყვიტე წასვლა, შენ როგორც ვიცი ჯერ არ გადაგიწყვეტია. მე ჯერ არა, მაგრამ გადაცემის ბოლომდე მოვიფიქრებ და გეტყვი. შაკო, ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენ სექტემბრამდე უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. შენ დამპირდი, რომ გადაცემის ბოლოს გამიხსოვდი, სად გადავწყვიტე დასვენება. კი, მე წელსაც ამერიკაში ვაპირებ. მე შარშან იყავი? არა, შარშანს ვაპირებდი. თაკო, მოდით გავიგოთ ჩვენი მეგობრები სად აპირებენ წასვლას. ამის შესახებ პატარა ვიდეო კოლაჟი გვაქვს მომზადებული. მე აფრიკაში მივფრინავ სამოგზაუროდ. მე კი ჩემი საყვარელი მომღერლის ჯო კოკერის კონცერტზე მივდივარ ამერიკაში. კარგად. მივალგურიაში მარა სულმა წინ გეიპარა. სალამი, 2 ადგილი დავიკავით. მე და შოთიკო ჰავაის კუნძულებზე მივდივარ. მე მაინც ვარ. ჩვენ ტაილანდში მივდივარ მედიტაციისთვის. კარგად. მე პარიზში მივფრინავ. მე ზღვაზე მივდივარ, კარგად უნდა გავირჩევ, თუმცა 6-ის მერე მაინც არ ჩანვარ. აბა, 2 კაცი და გავდივართ. შაკო, ჩვენ უკვე გავაცილეთ ჩვენი მეგობრები და დროა ჩვენც წავიდეთ დასასვენებლად. წავიდეთ. და შაკო, ჩიკო სად არის? ჩიკო? ეგ ხომ იცი მოვარაჭული დროით.